მშვიდობა მოგცეთ მაღალმა ღმერთმა. ეს სურვილი არის თორემ საღადაა მშვიდობა და გვიახლოვდება ჩვენ სახელმწიფოებრივი კატასტროფა. ამას წლებია ვამბობ. მე მაგალითად და არა მარტო მე. და რა მაძლევს ამისთვის საფუძველს? იმიტომ რომ ჩვენ როგორც ცხოვრობთ დღეს ქართველები და როგორც ვაზროვნებთ, არანაირი ლოგიკი ჩვენ სახელმწიფოს არ ვიმსახურებთ. რაც არ უნდა ლამაზად რა ვთქვა, არ ვიცი და როგორ ვთქვა. გამოვიყვანოთ რომ ой რა კაი საგრძელოები ვიცით სუფრაზე. რა კაი ხინკარს ვამზადებთ. დედაკაი ხაჭაპური გვაქვს და ასე შემდგომ. ჩვენ სახელმწიფოებრიობას არ ვიმსახურებთ. იმიტომ რომ ძალიან გადაგვარებული აზროვნება გვაქვს. სახელმწიფოებრიობას იმსახურებს ის ერი, რომელიც ერი ზრუნავს სახელმწიფო არსებობაზე. ჩვენ ისტორიული ტერი, რომელმაც საქართველოს მთელი ტერიტორიები აქვს მითვისებული, გამზადებული არის იმისთვის, რომ მთლიანად ხელახლა ჩაყლაპოს. და ეს უბრალოდ დაპყრობა კი არა. გენოციდი მოუწყოს იქ მოსახლეობას, ქართულ მოსახლეობას, ქრისტიანებს და უბრალოდ ანექსია გააკეთოს და საკუთარი მიწად გამოაცხადოს. ჩვენ ასეთი მეზობელი ვყავს. სამაგიეროდ ჩვენ მას უწოდებთ სტრატეგიულ პატრიოტს, ჩვენს ისტორიულ მეგობარს. და თუკი თურქეთი ისტორიული მეგობარია, რატო უნდა გქონდეს ჩვენ სახელმწიფო რა? თურქეთი როცა იმპერია იყო, ჩვენ გქონდა სახელმწიფო. ჩვენ სამეფოებად ვიყავით დაშლები. და თუ ეგაა მეზობარი ჩვენი, ბუნებრივი ლოგიკური დასასრულია რა არც ვიმსახურებთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას. აი დღეს რა ხდება? ასეთ ვითარებაში, აქ კომენტარის დაიწერა. ხელისუფლება განგას ატეხავდა. უკვე გეგმებს დასახავდა, როგორ გაანეიტრალოს თურქული ანექსია, ოკუპაცია. თურქები ემზადებიან საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილების შემოსაყვანად და უკვე გამოცხადებისთვის, რომ ჩვენია ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი და ასე შემდგომ. ემზადებიან ამისთვის. ეს ხალხის შემოყვანა, რომელიც ახლა გააკეთეს, არის ფსიქოლოგიური მომზადება საკუთარი მოსახლეობის და არა მარტო საკუთარი მოსახლეობის. ჩვენ მემზადებით ამან შესაძლოა ჩვენი მიწაა და მაგიტომ. მამზადებენ მოსახლეობას თურქეთისას, გვამზადებენ ჩვენ საქართველოს მოსახლეობას. რას ვაკეთებ ჩვენ ამ დროს? აქ რო შემოვა ადამიანი და მაინც ამის გამართლებას დაიწყებს და ბიჭო გავიგე რუსეთი რო არის მტერი, გავიგე, მაგრამ თურქეთი შემოდის მეთქი, იმას ვლაპარაკობ და მაინც რუსეთს უნდა აგინო. რალო აგინე ბატონო, აი თუ მაინც ადამიანს გინდა თურქეთის ემზადება ახალციხისა და ახალქალაქის მისაერთებლად. აგინე შენ რუსეთს, შენ თუ პატრიოტობა მანდა, მაგაშია, მიტო ვამბობ. აი მიტო ვამბობ, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობას არ ვიმსახურებთ. და ჩვენ ამას შედეგად დავდებთ კიდეც. დავდებთ კიდეც. შედეგი ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ. ჩვენ ისეთ ავიცი. გამოსავალი რა არის? გამოსავალი რა არის? შეიძლება კითხვა დაისვას. გამოსავალ ჩვენ ისტორია გვეუბნება. ჩვენივე ისტორია. როდესაც ბიზანტიის იმპერია დაეცა კონსტანტინოპოლი უпроსორად, 10 წელიწადში უკვე დაიწყო საქართველოს დაშლა. 1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა და მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო დაიშალა. მე-16, მე-17 საუკუნეში საქართველოს ფაქტიურად მონებად იყიდებოდა. საქართველო აღარ არსებობდა როგორც ასეთი. არსებობდა იმერეთის სამეფო, რომელიც პატარა ტერიტორია იყო და ისიც იმასაც თურქები აკონტროლებენ, ქუთაისში თურქული გარნიზონი იდგა
არსებობდა ქართლ-კახეთის სამეფოები. იქაც სპარსული გარნიზონები იდგა და პერიოდულად ოსმალური გარნიზონები შედიოდა თბილისში. არანაირი საქართველო არ არსებობდა. შემდგომ შემოდის ჩრდილოელი მეზობელი და თანდათან იწყებს ირანული, ანუ სპარსული გავლენის კავკასიიდან გაძევებას და ოსმალური გავლენის კავკასიიდან გაძევებას. და ამ ტერიტორიებზე მიიერთებს მეფის რუსეთის შემადგენლობაში შევა. ხოლო შემდგომ როცა გავა 117 წელი დაიშლება მეფის რუსეთი. საქართველოს როგორც იონას წინასწარმეტყველმა ჩაყლაპა ვეშაპმა და მერე ნინევის კუნძულზე ამოაგდო. ზუსტად ასე ნაწილ-ნაწილ მთელი საუკუნის განმავლობაში 1801-დან 1878 წლამდე რუსეთი თანათან კლაპავს საქართველოს ტერიტორიებს, ზოგს ჩვენთან, ზოგს ართმევს ოსმალეთს და ირანსაც, უფრო ოსმალეთს მიერთებს და შემდგომ 1918 წელს ერთიან საქართველოს ამოაგდებს. როგორც ვეშაპმა ამოაგდო იონას წინასწარმეტყველი ნინევის კუნძულზე. აი რა გააკეთა რუსეთმა. რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს დაპყრობა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების გაერთიანება. დაპყრობის შედეგად ზოგი ჭირი მარგებელიაო ჩვენ გვაქვს ასეთი ანდაზა. მავანი და მავანი აქ ამბობს რომ რუსეთმაც დაიპყრო ტერიტორიებიო და ოსმალეთმაც დაიპყრო ტერიტორიები ქართულიო. მართალი არის ოსმალეთსაც ჰქონდა დაპყრობილი ტერიტორიები ქართული, მაგრამ დღეს იქ იმ ტერიტორიაზე არაფერი ქართული ნიშან წყალი აღარ შეინიშნება. არც ენა, არც სახელმწიფოებრივი აზროვნება შემორჩენილი არის მხოლოდ ტაო-კლარჯეთის გრიგოლ ხანძთელის დროინდელი ტაძრები. აღარაფერი ქართული აღარ არის შემორჩენილი სხვა. ხოლო იმ ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა მიიერთა, იმ ტერიტორიაზე ამოვიდა საქართველოს ერთიანი რესპუბლიკა, რომელშიც აღარ ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ იმდენად არ ვიმსახურებთ სახელმწიფოებრიობას, იმდენად გადაგვარებული აზროვნებისა ვართ, რომ სამწუხაროდ ჩვენივე ძალებით, ჩვენ სურვილის არ აგვაქვს სახელმწიფოსთვის ვიზრუნოთ. არ აგვაქვს არანაირი სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთს უყვარვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ღვთისმშობლის წირქმედრი ვართ, გარდაულად შემოვა დამპყრობელი. ოღონდ დამპყრობელი რომელი? ჯერ შემოვა ოსმალები, ანუ თურქები, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ კავკასიის დიდ ურანად გადაქცევა არ შედის რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებში, გარდაულად აქ შემოვა რუსეთი. ისევე როგორც ეს მოხდა 200 წლის წინ და ისევე როგორც ეს მოხდა 100 წლის წინ. იმდენად გადაგვარებულები ვართ ჩვენ, იმდენად უღმერთოები ვართ, იმდენად საკუთარი ქვეყნის მტრები ვართ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ღმერთი გამოაგზავნის დამპყრობლებს ერთი მეორეს მონაცვლეობით. აი ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. როგორ ავიცილებთ ამას? თეორიაში ამის აცილება შეიძლება. მაგრამ იმდენად გადაგვარებულები ვართ, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები არა ვართ. პირველი უნდა შევიყვაროთ ღმერთი, მეორე უნდა შევიყვაროთ საქართველო, უნდა დავანებოთ სიგიჟეების მტკიცებას თავი, რომ რაღაც ევროპაში შევდივართ, ასე შემდგომ სრული სიგიჟეა ეს, უნდა დავჭკვიანდეთ, ანუ უნდა დავიწყოთ მეზობლებთან ურთიერთობის დალაგება, როდესაც გვიკრძალავენ მეზობელთან ლაპარაკს, ჩვენ არ უნდა დაუჟეროთ ეს და უნდა დავიწყოთ მეზობელთან ლაპარაკი კერძოდ ამ შემთხვევაში რუსეთთან, უნდა დავალაგოთ ურთიერთობა და სახელმწიფო ინტერესებს დავალაგებ ჩვენ რუსეთთან და ვიმოქმედებ ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებით, ჩვენ ავიცილებთ თურქულ ოკუპაციას და შემდგომ რუსულ ოკუპაციას. მაგრამ ჩვენ ამას ვამბობ ამას თეორიაში.
პრაქტიკაში ჩვენ ამის გამკეთებლები არა ვართ. პრაქტიკულად ჩვენ იმდენად გადაგვარებულები ვართ, რომ იმისთვის რომ გამოვხიზდეთ, სახელმწიფოებრივი ოკუპაციები არის გარდაუვალი. იმიტომ რომ უყვარვართ ღმერთს. გარდაუვალი და მოხდება ეს. ღმერთმა ინებოს, რომ თუ შესაძლებელია უფალო, გამოაღვიძე ჩემი ქართველი ერი და დააწყებიეს საქართველოს სიყვარული. თუ ეს შესაძლებელია უფალო, გამოაღვიძე ჩემი ქართველი ერი და დააწყებიეს შენი სიყვარული. თუ ეს შესაძლებელია უფალო, გამოაღვიძე ჩემი ერი და დაანახე მტერი და მოყვარე, დაანახე რეალობა, რა რეალობაში და ვცხოვრობთ და დაანახე ამ რეალობიდან, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები. თუ შესაძლებელია უფალო, დაეხმარე მას.